მიუნხენში უსაფრთხოების 57 საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა დასრულებულია. მიხეილ სააკაშვილმა 46 ქვეყნის წარმომადგენელს მიმართა მის გამოსვლა 350 მაღალი რანგის სტუმარი ისმენდა. პრეზიდენტმა რეგიონული უსაფრთხოების დეტალებზე ისაუბრა, მან რამდენიმე მიმართულებით გააკეთა აქცენტები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებზე, ასევე დევნილებსა და სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა. პრეზიდენტმა ევროპის როლის გააქტიურებაზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, უსაფრთხოებისა და სამშვიდობო საერთაშორისო მისიების გარდა პრეზიდენტმა რეგიონის ეკონომიკური, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა იმ ცვლილებებზე და წინსვლაზე, რომელიც საქართველომ 2008 წელს რუსული თავდასხმის მიუხედავად მიაღწია. პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში უსაფრთხოებას სწორედ გაყინული კონფლიქტები უქმნის საფრთხეს. Thank you very much, Mr. President. Thank you, Mr. President. In the past 20 years, the world has learned that ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიომ ისწავლა, რომ ისტორია არ დასრულებულა 1989 წელს და ვითარება დღესაც რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ტრაგიკულზე. ცივი ომის ბნელმა პერიოდმა დაგვიტოვა დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტების სერია. იმ კონფლიქტებისა, რომელიც ნაკლებად იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დღეს ყველა ჩვენგანისთვის ნათელია, რომ ამ კონფლიქტებს შესაძლოა ჰქონდეთ გლობალური გავლენა და რომ სტაბილურ ქვეყნებს არ შეუძლიათ შეინარჩუნონ საკუთარი უსაფრთხოება მაშინ, როდესაც მათ საზღვრებს მიღმა არასტაბილური მდგომარეობა. ჩვენ ქართველებმა გამოვიარეთ გაურკვევლობის პერიოდები და კარგად გვესმის, რომ ყველა დიდ და პატარა ქვეყანას სტაბილურობის შესაქმნელად კოლექტიური პასუხისმგებლობა გვაქვს. იქ სადაც ის არ არის. სწორედ ამიტომ გავგზავნეთ თითქმის 1000 ჯარისკაცი ჩვენი მეგობრების დასახმარებლად ავღანეთში. ISAF-ის მისიის ყველაზე სახიფათო წერტილში. საქართველოსთვის, რომლის მოსახლეობა 4,700,000-ია და რომლის ტერიტორია ჯერ კიდევ ნაწილობრივ ოკუპირებულია, ასეთი ძალისხმევა ხაზს უსვამს ჩვენს მიზანს. ვისარგებლოთ არა მარტო საერთაშორისო უსაფრთხოებით, არამედ უზრუნველყოთ ის. ჩვენ ასევე შეგვიძლია მათ ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვაში დავეხმაროთ. მსოფლიო ბანკმა ბოლო 5 წლის მონაცემებით საქართველოს მსოფლიოს ნომერ 1 რეფორმატორი სახელმწიფო დაასახელა. მაშინ, როდესაც მას საკმაოდ გაურკვეველი წარსული ჰქონდა. ბატონებო და ქალბატონებო, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ჩვენი რეგიონის მომავლისთვის ახლა გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. ქვეყნები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინათ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ, შეიძლება განსაზღვროთ როგორც კრიზისის, ან ეგრეთ წოდებული გაყინული კონფლიქტების ადგილი და ამავდროულად როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების არეალი. ჩვენ ქართველებმა 2008 წელს ვნახეთ, როგორ შეიძლება გაყინული კონფლიქტი ძალიან სწრაფად მწვავე ომში გადაიზარდოს. ახლაც არ შემიძლია საკმარისად არ გავამახვილო ყურადღება იმ საფრთხეზე, რომელიც არსებული დაძაბულობიდან მიმდინარეობს ჩემს რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა. ძალზე საინტერესოა საქართველოს გამოცდილების შესწავლა. ჩვენ დღეს ვლაპარაკობდით კიბერ უსაფრთხოებაზე. 2008 წელს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სამხედრო ძალა და კიბერთავდასხმა ერთდროულად გამოიყენეს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ყველა ჩვენი ვებგვერდი დაბლოკილი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ კი ცინიკურად განაცხადეს და დღესაც ამტკიცებენ, თითქოს საქართველოს დაესხა მოულოდნელად თავს რუსულ პოზიციებს, მაგრამ მანამდე საქართველოში ყველა ინტერნეტ საიტზე განახორციელეს თავდასხმა. ასევე მოხდა ბევრი სხვა რამ. მინდა ერთი მარტივი გზავნილი გადმოგცეთ. კარგად ცნობილი უცხო ქვეყანა სამხედრო ძალების კონცენტრირებას განაგრძობს და ამ ფაქტის იგნორირება მომავალში კატასტროფამდე მიგვიყვანს. სამხრეთ კავკასია ერთადერთი ალტერნატიული გზაა, რომლითაც ევროპა შუა აზიის ენერგორესურსებით მარაგდება. ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან მარშრუტს ISAF-ის მისიისთვის და ეს არის რეგიონი, რომლის ხალხის ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. ამას გარდა ეს არის რეგიონი, სადაც იარაღის კანონმა ბევრჯერ გაიმარჯვა და ყოფილი იმპერია კარგად ცნობილ დაყავი და იბატონეს პოლიტიკას მიმართავს. ახალი დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიკისროთ. ის რაც მოხდა ჩემს ქვეყანაში 2008 წელს იყო ოკუპაცია, მაგრამ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს. ვერ შეძლეს ქართული დემოკრატიის მოკვლა. ქართული დემოკრატია კი ყველაზე წარმატებულია. ამას ყველა აღიარებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი. მათ ვერ შეძლეს ენერგომარშრუტების გადაკეთვა. პირიქით, მას შემდეგ დაიწყო ახალი მილსადენების მშენებლობა და პროექტების განხორციელება. დაიწყო ალტერნატიული ენერგომარშრუტების შექმნის პროცესი და ვერ მოახერხეს სხვების დაშინება. ხალხმა დაინახა, რომ თუ ეს ქვეყანა გადარჩა, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად სხვებს უფრო მეტი შანსი ექნებათ, რადგან ჩვენ ყველაზე პატარა ერი ვართ, რომელიც მაშინ ყველაზე დაუცველი ჩანდა რეგიონში. მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული რჩება. ჩვენ ყავს 9 მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდნენ, რაც ძალზე სამწუხაროა. ჩემი მთავრობა ვალდებულებას იღებს ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას დაძაბულობის განსამუხტად და ხანგრძლივი სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ მრავალეთნიკური წარმატებული სახელმწიფო
შექმნის თვალსაზრისით. ხალხს შეუძლია ჩაერთოს სახელმწიფოსა და ეკონომიკის მართვაში. არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიებისათვის შევიმუშავეთ ყოვლის მომცველი სტრატეგია, რომელიც მოსახლეობის მშვიდობიან ჩართულობას ითვალისწინებს იმ ხიდების მშენებლობაში, რომლებსაც დღეს მათი ლიდერები, წარსულში კი კომუნისტები და მათი მემკვიდრეები ანადგურებდნენ. ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია მიზეზად ის, რომ რუსეთი არასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და საკუთარ თავზე უფრო მეტი ვალდებულება ავიღეთ, როგორც განსაზღვრულია ამ დოკუმენტში და ევროკავშირის მონიტორინგის მნიშვნელოვან მისიასთან თანამშრომლობის მხრივ. ამ მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ჰაბერმა ჩვენს პოლიტიკას საალმხრივი კონსტრუქციულობა უწოდა. შარშა ნოემბერში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პირობა დავდე, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ დაპირებას, რომელიც საქართველოს კანონიერი ვალდებულებაა, თან ახლდა მოწოდება დიალოგისკენ. თქვენთან იგივე დაპირების გასამეორებლად მოვედით. მშვიდობა ერთადერთი მიზანია, ხოლო პოლიტიკური დიალოგი ერთადერთი გზა მის მისაღწევად. მაგრამ როგორ უპასუხა მეორე მხარემ ჩვენს მოწოდებას? სამწუხაროდ ამ დრომდე არ უთქვამს უარი იმ სტრატეგიული მიზნების სწრაფვაზე, რომლებსაც 2008 წელს ვერ მიაღწია. მათ უარი თქვეს ძალის გამოუყენებლობაზე და განაგრძობენ სამხედრო ძალების კონცენტრირებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბოლოს განაცხადეს ტაქტიკური რაკეტების მძიმე артиლერიის განლაგების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ევროპაში ჩვეულებრივი შეერაღების შეთანხმებას და სხვა დოკუმენტებსაც. ამას გარდა საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და არა მარტო ჩემს ქვეყანას. ბატონებო და ქალბატონებო, ევროპისა და ამერიკელების ჩართულობა აუცილებელია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან ის ხალხი შეიკრიბოს, ვისაც სჯერა სამხედრო ძალის უზენაესობის ამ პატარა რეგიონში, რომელსაც დიდი რეზონანსის გამოწვევა შეუძლია. თქვენი დახმარებით დარწმუნებული ვარ, შევძლებთ რეგიონი, რომელსაც დომინირების მოძველებული ლოგიკა ახასიათებდა, ვაქციოთ თანამშრომლობისა და პროგრესის სივრცე. ის რაც საფრთხის წინაშეა, უფრო მეტია ვიდრე პატარა ქვეყანა, რომელიც ოცნებობს დამოუკიდებლობაზე, ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე, განვითარებაზე, უფრო მეტია ვიდრე ერთად აღებული სამხრეთ კავკასია. საფრთხის წინაშეა ევროპა, ერთიანი და თავისუფალი, რომელსაც ასეთი არსებობის საშუალება ცივი ომის დასრულების შემდეგ მიეცა. საფრთხის წინაშეა ევროპის ენერგო უსაფრთხოება, ავღანეთის მისიის ალტერნატიული მარშრუტი და ის, რომ არავის აქვს მონოპოლია ამ მარშრუტზე და არც იმ ხალხის დაშანტაჟების საშუალება, რომელსაც სურთ ავღანეთის მისიაში მონაწილეობა ამ ქვეყნის დასახმარებლად. დროა დავივიწყოთ იდეა, ეგრეთ წოდებული გაყინული კონფლიქტები ჩიხია და გამარჯვება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება. და ბოლოს მინდა პატივი მივაგო რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნას, რომელიც თქვენთან ერთად ჩემი მეგობარიც იყო. მე მას დიდი ხანია ვიცნობდი. 2008 წელს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ ის ბოლო რეისი ჩამოფრინდა და ფიქრობდა, რომ ვალდებული იყო მსოფლიოსთვის სიმართლე ეთქვა. ეს იყო ძალიან კარგი ადამიანი. ის წარმოადგენდა ასეთ იდეას, შეიძლება იყო იდეალისტი და ამავდროულად პრაგმატული, ეფექტური პოლიტიკოსი. თუ ევროპაში რამდენიმე ამბობს ამას, მათ შორის ჩემი ქვეყანაც არის. თუ ჩვენ გადავრჩებით, გავაგრძელებთ გზას, გვექნება მომავალიც. ჰოლბრუკს როგორც იდეალისტს დიდი წვლილი აქვს ამაში. ჰოლბრუკი ჩემთვის იყო იდეალისტიც და საერთაშორისო დიპლომატიც. კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო ჰოლბრუკის ხსოვნას.